მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს გავაკეთოთ გაშლა. მთხოვეთ თქვენ რა კვალი და ტოვეთ თქვენ მის ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ასე აქტიურობთ. მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ეს მაძლევს მე უფრო მეც სურვილს, რომ მე ჩაგიწეროთ ხოლმე ახალი გაშლები, ახალ თემებზე. ნუ რა თქმა უნდა, ვისაც უნდათ პირადი გაშლა, კი იცით და მომძებნოთ, იმიტომ რომ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ვიდეოს ქვეშ არის. დავიწყოთ. ახლა ჯერ პირველ რიგში უნდა ნახო რა ხდება ახლა თქვენ შორის და მერე უკვე ვკითხოთ ჩვენ მას ვკითხოთ უკვე რაღაცები. რა ხდება ახლა თქვენ შორის? Ну, აქ თქვენ შორის რა ხდება და ის რომ ძალიან დიდი განცდა არის შეიძლება ცოტა სიტუაცია, როცა ასე ვეთყოდე ძალიან მტკივნეულ გაკვეთილს გადიხართ ახლა, ძალიან მტკივნეულს გაკვეთილს გადიხართ. მაგრამ აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გოგო თქვენ ძალიან იცულებით. ძალიან ანუ გამოდეხარ, აგრეთვე რა არის, ეგრევე გამაჩვენეს თასების დედოფალი და ეგრევე მაჩვენეს ახლა იმპერატრიცა რა. ანუ ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ აქ თქვენ შორის კი ვეკითხებით, მაგრამ თქვენში ახლა თქვენ გადიხართ რაღაცა შეიძლება რთული პერიოდიდან, რთული გაკვეთილიდან და ნამდვილად აი აქ მიდის როგორ იცით თქვენი თითქოს აი რაღაცნაირად შეიძლება ისეთ ენერგიაში შედეხართ რა, იმის მიუხედავად, აი, იმიტომ რომ არ არის აქ არ ჩანს თქვენი პარტნიორი ამ წუთში, უბრალოდ თქვენ მდგომარეობაზე, იმიტომ შეიძლება ახლა არა ხართ უბრალოდ ადამიანთან ახლა კავშირზე, არა გაქვთ ახლა ურთიერთობა, ამიტომ უფრო მაჩვენებენ თქვენ სივრცეს, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად, რომ ბევრი ტკივილი გადატანილი ამ ყველაფერში, თქვენ დარჩეთ, როგორ იცით, აი, ნამდვილი ქალი. რაღაცა მაინც არ გაბროთდით არანაირად თქვენ აქ პირიქით უფრო მოხდა თქვენი მასშტაბირება, თქვენ უფრო აი შეიძლება სიმშვიდე, შეიძლება უფრო ზოგი თქვათ ახლა თავის საქმით არის დაკავებული და ფიქრობს როგორ კიდე რა შემიძლია გავაკეთო ჩემი საქმისთვის. აი რაღაც ესეთი ენერგია მოდის, აი კარგი მშვიდი, იმიტომ რომ ეს უკვე ტკივილი, რომელიც თქვენ გამოიარეთ, უკვე აი ეს გაკვეთილები და ეს ყველაფერი აი უკვე აღარ მინდა რა, უკვე როგორ უყურებთ, იცი აი, ნუ იყო და იყო, რა გავაკეთო, მე ახლა ჩემს თავს უნდა მივხედე, კი, მე ვარ ჩემი თავისთვის ძვირფასი, მაგრამ ვარ რა, მე ვარ განძი, მე ვარ სილამაზე, მე ვარ მშვენება, მე ვარ ყველაფერი კარგი. აი აქ გოგოებო თუ თქვენ ხართ ახლა ძალიან ისეთ ენერგიებში რომ აი ძალიან განიცდით აქ თქვენ უკვე ეს განცდები აი დატოვეთ ასე რომ ვთქვათ გვერდით და აი ნუ ნამდვილად ახლა ნერვიც აღარა გაქვთ უკვე რომ ინერვიულოთ რამეს რა ანუ თითქოს როგორ არის იცით აი ჩემს თავს ვირჩევ რა ჩემს თავს ჩემს ცხოვრებას ჩემს შეიძლება ფინანსებს თუნდაც რა აქ შეიძლება თქვენ ახლა даже მაგაზე უფრო ფიქრობთ რა უბრალოდ ეს გინდა თქვენ რომ გაიგოთ აი მის ცხოვრებაში საერთოდ რამე რა კვალი დავტოვე ვაფშე რამე გაიგო მაგან საერთოდ თუ არა ნუ ნახოთ ახლა ჩვენ უცხოთ ანუ ყველაზე ძალიან ღრმა კვალი რა დატოვეთ თქვენ ახლა მის გულში რა ვერ ივიწყებს შენში დღემდე იმას ვნახოთ კიდე შეცვალე თუ არა შენ იგი შინაგანად და თუ კი როგორ ეგაც ვნახოთ კიდე ვნახოთ ადარებს თუ არა ის სხვა ქალებს შენთან და ისიც ვნახოთ ჩვენ გააცნობიერა თუ არა მან თქვენი კავშირი თქვენი კავშირის ღირებულება საერთოდ ახლა მაგან თუ გააცნობიერა ეს ну აი ნახეთ აქ არის ну კოშკი არის აქ რას მაჩვენებენ ეს ძალიან დიდი ხანი მუშაობ აქ შეიძლება ვიღაცისთვის იქნება კიდე ნახეთ რას მაჩვენებენ ან ურთიერთობა ძალიან ხანძლივია და შეიძლება თქვენ ზოგი ერთად ცხოვრობ და ზოგი შეიძლება ოჯახიც იყავით თქვენ რა და აი ამ პერიოდში სულ მიდიოდა რაღაცა მუშაობა და ეხლა თითქოს რაღაცა უკვე ამდენი ხანი უკვე ნუ რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო
მე შემიძლია იგითხრათ, რომ აქ შეიძლება კიდე იყოს როგორი პროცესი, ეს პერიოდი, რომელიც თქვენ გამოიარეთ, ერთად უნდა დასრულებულიყო, უეჭველი, ყველა ვარიანტი უნდა დასრულებულიყო და ეხლა უკვე არის მიდის როგორი პერიოდი, იცით, ანუ განკურნების, როცა შეიძლება აქ ნახეთ კი, აქ შეგიყვანეს თქვენ, მაგრამ თქვენ არა, აქ თქვენი ბიჭი არის ესეთ ენერგიაში, რომ ნამდვილად ეხლა ჭირდება მაგას, აქ მაღალმა ძალებმა, ანუ რომ მოკიდეს ხელი მაგას და ეხლა ძალიან ვერ გეტყვით, რომ კაი მდგომარეობაში არის. ეხლა კიდე ჩავწერე გაშლა, სადაც ჩვენ გრძელი გაშლები გვაქვს, იქ ძალიან რაღაცა ადამიანის ისტერიკაში არის ჩავარდნილი და იქ შეგიძლიათ ნახოთ რა ტრანსფორმაციებს გადის ეს ადამიანი. თქვენი გულისთვის, რა თქმა უნდა, თქვენს გამო უბრალოდ, ხო? ნახოთ აბა, ეს იგი რა ყველაზე ღრმა კვალი დატოვეთ მის გულში. იცით როგორი კვალი დატოვეთ? თქვენ მას აქ მიეცეთ ის ბიძგი და ის რომ დააგონეთ ის მომენტი, რომ ადამიანმა უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრება მაქსიმალურად რა. ანუ აქ არის როგორ ხმალების ტუზი. ანუ ის არის ეს კვალი, რომ ნამდვილად რომ საერთოდ ხმალები რა არის? ტუზები ეს არის, როცა უკვე ზემოდან უკვე გვაწვიბიან ჩვენ უკვე მაღალი ძალები და გვეუბნებიან, რომ ღმერთო ჩემო, როდემდე. აქ ახლა ანუ ეს უფრო ხმალები აქ ესეთი ენერგია არის, რომ უკვე საკმარისია იყო თქვათ ის ოცნებებში და რაღაცებში უნდა იმოქმედო რა, რაღაც უნდა შეცვალოს. და თქვენი ყავით ეს როგორ თითქოს ბიძგი რა, მაღალი ძალების მეშვეობთან ფანჭური მოდის ესეთი სიტყვა, რომ რაღაცა თქვენი ყავით ის ძალა, ანუ თქვენი მეშვეობით მაგას მისცეს რაღაცა ბიძგი. აბა რა ბიძგი მოგცეს? კი, თქვენ აგერ გვერდხების დედოფალი არის, კი ბატონო. თქვენ მაქსიმალ ესე გავგიშდები ხო. ნახეთ რა ხდება. აბა რა ბიძგი? კი, თქვენი ქმედება, თქვენი ყველაფერი აბსოლუტურად აქ ადამიანს ხოთაშორის შეეშინდა თქვენი სიყვარულის. შეეშინდა ძალიან, მაგრამ ამავდროულად ეხლა ეს ადამიანი ხვდება, რომ ანუ უფრო ცუდი არის ის, რომ უშენოდ ვაფშე კვდები რა. აი ის გაშლა ნახეთ აუცილებლად იქ მეორე არხზე რა. ლინკები არის ვიდეოს ქვეშ, გადასასვლელი, ხო, რუსულადაც თუ გაინტერესებს, ეგაც მაგ და შეგიძლიათ გადახვიდეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ თქვენ მიეცეთ მაგას როგორ აი თქვენი ხასიათებით, თქვენი ქმედებით, თქვენი საქციელით, მას შეეშინდა რომ უფრო მეტად შეგიყვარებს. მას შეეშინდა ის რომ აი დამოკიდებული ვიქნები შენზე. მაგრამ ამავდროულად აქ ესე დღეში ჩააგდეს ეს ადამიანი ეხლა რომ ანუ გაურკვევლობაში არის, გაიგეთ რომ ესე იგი თან გაგექცა შეიძლება ხო? თან თქვენთან სულად არის. აქ დაჟე რას ვიტყოდი, ამას ეშინია რომ თქვენზე გახდეს დამოკიდებული სრულიად რა. დამოკიდებული როგორი თვალსაზრისით რომ აი გრძნობის თემაში რა და შეეშინდა. კი, შეეშინდა. იმიტომ რომ აქ მას დაემართა რაღაცა ისეთი გრძნობა, რომელიც მისის არის ამოუცნობის, შეიძლება პირველად ვაფშე ეგეთი რამე შეხვდა მის, მოხდა მის ცხოვრებაში და აქ შეეშინდა, შეიძლება მაგას ადრე ქონდა ურთიერთობები როგორ, იცით, რომ აი თქვათ მოვიდა, გაერთო, თქვათ შეიძლება სექსუალური კავშირი და ასე შემდეგ და მორჩა რა. მაგრამ აი თქვენი მეშვეობით აქ ადამიანს შეეშინდა, იმიტომ რომ თქვენ შეგიყვარდეთ და ეგ სიყვარული მისთვის გახდა რაღაცა აი იმდენად დიდი შიში ჩააგდო და თან დააგდო ძირს ავანტყოფურად და ამიტომ ეს რა ხდება, საერთოდ კაცებს ახასიათებს ეგეთი რამე, როცა არ იციან რა ხდება, ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, მერე უკვე შეიძლება გაიქცნენ კიდევაც, რომ აი, იმიტომ რომ ეს რაღაცა უცნობი, მე არ ვიცი როგორ უნდა მართო, მე ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას, გაიგეთ? ამიტომ თქვენ დატოვეთ ეს ბიძგი, რომ თქვენ ანახეთ მას, რომ შეიძლება ქალმაც ისეთი სიყვარული განახოს, რომ შენ დაგაგდოს ძირს.
რა და აი ესეთ ენერგიებში ჩაკაგდოს. ნუ აქ ხა მე არ მიკვირს ხა ასეთ ენერგიები მაჩვენეს აქ თქვენზე რომ ნამდვილად ეხლა შეიძლება თქვენთვისაც ეს სიტუაცია იყო უკვე ბოლო ისეთი წერტილი რომელმაც განახა თქვენი ფასი და გითხრათ რომ გოგო შენ ეხლა ცოტა შეხედე სამყე სახში არა გაქვს რომ ჩაიხედე და დაინახო ვინა ხარ. აი რაღაცა ეგეთი სიტუაცია წამოვიდა. ნახოთ ეხლა რას ვერ ვიწყებს ეგა დღემდე. რას ვერ ვიწყებს და აი იცით რას ვერ აი სულ თუზები მოდის რა. აი ზუსტად ვერ ვიწყებს იმას რომ თქვენ მაგას თითქოს თქვენ გახდეთ ის ადამიანი ვინც მას დაანახა მომავალი, ვინც მას დაანახა როგორც ხვანაირი მომავალი. გაიგეთ, თქვენ ვერ ვიწყებს იმას რომ თქვენ თვითონ ხართ ის ადამიანი, ის შუქი, ის სინათლე, რომელიც ანუ რაღაც ახალი დაანახეთ. თქვენ შეიძლება ისეთი რაღაცები დაანახეთ, რაც მას ვაფშე არ უნახია ცხოვრებაში და არც გაუგია ცხოვრებაში რა. ანუ სულ სხვანაირად, აი ეს რაც მოხდა თქვენთან, ეს მოხდა მის ცხოვრებაში პირველად. აი აქ 1000%-იანს გეუბნები, მესამე ტუზი არის აქ. გაიგეთ რა ხდება? ანუ ყველანაირად და იმას ვერ ვიწყებ, რომ შეიძლება სიტყვას ელემენტარული ახალ ქვეყანაში იყავეთ ერთად, ან მოგზაუროთ, არ დადიოდეთ თქვენ წაიყვანეთ. შეიძლება ახლა თქვა ახალი რაღაცა თუნდაც აი საჭმელი რა, ისეთი არ უჭამე, რაც თქვენ ახლა მაგას გაუკეთეთ. ის რომ თქვენ დაანახეთ მაგას კიდე ნახეთ ახლა რომ თქვენ შეიძლება იყოთ მეოცნებე ქალი, ან ქალი რომელიც სულ ნუ კვერთხების დედოფალი, შეიძლება მიისწრაფებით სულ წინ, სულ აი ისეთი ქალი ხართ რომელსაც სულ ყველაფერი ახალი აინტერესებს. გაიგეთ? აი ეს თვითონ შეიძლება არ იყოს ეგეთი ტიპაჟი რა, მაგრამ თქვენ კი, თქვენ სულ წინ, სულ მისწრება, სულ ახალი მაინტერესებს. აი ბევრი რაღაცა აი კიდე ხო გითხარით რომ უკვე კიდე ტუზი არის უკვე მე რამდენი დანახეთ ესე იგი კვერთხების ტუზი დაედო სხვა დასტიდან. ანუ სიახლე ძალიან მაგარი ადამიანი ხართ, გეუბნები ბევრი რაღაცები ასწავლეთ, ბევრი რაღაცა დაანახეთ, ბევრი რაღაცა ანუ მისთვის იყო ახალი, საერთოდ, აი უფრო რაში. ნუ აქ ნახეთ რას აი სულ ტუზებით მე ლაპარაკება, ისე ტუზი. თქვენ აქ უეჭველე მაგას შეეხეთ რაღაცა ძალიან მტკივნეულ მომენტებს, მის მტკივნეულ მომენტებში შეიძლება თქვენ მას ანუ დაანახეთ მისი თავი. აი არ ვიცი სხვანაირად ვერ ვიტყვი. აქ მაღალი ძალები თქვენი მეშვეობით რაღაცა ამ ადამიანში მოახდინეს დიდი რევოლუცია. მეტი რა შემიძლია თქვა რა. იმიტომ რომ თქვენ გახსენით ამაში ყველაფერი. თუ რამე იყო ტკივილი, თუ რამე იყო მასში რაღაცა აი არასრულყოფილი, საქციელი, თვისებები, რა ვიცი, აი ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ მაგას დაანახეთ. ყველაფერი თქვენ თითქოს ახლა ანუ ადეკეთ და რაც იყო მისთვის თქვა დამალული, რასაც აი გულში რაც ღრმად, ის ადეკეთ და გახსენეთ ეს ყველაფერი თქვენ. კი. რა კი აბსოლუტურად, აი თქვენ აბსოლუტურად აი რაღაცა სიტყვები, რასაც ადამიანი შეიძლება მალავდა, რასაც ადამიანი აი არ უნდა მასე ლაპარაკე. აი თქვა აი ყველანაირად თუ რამე შეიძლება თქვენ მოახდინოთ მის ცხოვრებაში. ანუ შეიძლება არავინ მის ცხოვრებაში ვერ ბედავდა მასთან ურთიერთობაში იმას, რაც გაბედით თქვენ. გამიგეთ რა ხდება? და ეს ძალიან მტკივნეულზე და ანუ თითქოს აი მაზოლზე რო დააწვა, აი ესეთი რაღაცები გააკეთეთ თქვენ აქ რა. და ანუ ეს ადამიანი თან ეს ძალიან მოქმედა, ისე კი არა, აი ძალიან მოქმედა მასზე რა და ამას ვერ ვიწყებს რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მაგაში აი ესე რო თქვა, უხეშად ამოთხარეთ ყველაფერი აბსოლუტურად თუ იყო ამოსაწყდელი რა. დაანახეთ მისი შეიძლება ნამდვილი სახე, ნამდვილი ტკივილები, აი ყველაფერი აბსოლუტურად რა. ნახოთ ახლა თქვენ ახლა ეს შეცვალეთ შინაგანად თუ არ შეცვალე, აი შეცვალეთ თუ არა და თუ შეცვალეთ და როგორ შეცვალეთ, ხო? კი, შეცვალეთ აბსოლუტურად რაც გითხრა შინაგანად. კი, ეს არის სულის დონეზე. ანუ თუ რამე იყო აბსოლუტურად ეს ყველაფერი თქვენ შიგნით რაც გქონდათ თქვენ ყველაფერი მაგას დაანახეთ. აი ეს არის, ეს ხარ შენ. აი ეს ხარ შენ. აი ეს დაანახეთ თქვენ. და ვნახოთ ახლა მაშინ გადარებს თუ არა ეგა ადარებს თუ არა ის შენს და სხვა ქალებს. იცით როგორ არის? არა.
Вообще არა. იმიტომ რომ შენ მე-15 არკანი, აქ არის ძალიან დიდი მიჯაჭვობა, აქ არის ძალიან როგორი თემა, იცით რომ ნამდვილად არა, იმიტომ რომ თქვენ რასაც მაგას აძლევდეთ, აი მის ბნელი ცხოვრებაში მზე იყავით თქვენ უნათებდეთ მაგას გზას. არანაირად თქვენ შეიძლება იყავით მისი მშველელი, თქვენ შეიძლება იყავით მისი გადამრჩენელი, ხო, როგორ თქვა, მაგრამ თქვენ ხართ ის ხალი, რომელთანაც უნდა რომ კაცი დაბრუნდეს რა, ანუ იზიდავ თქვენი ენერგიით, რომ იცის რომ თქვენ იყავით მისთვის ის ადამიანი, ვის აი როცა რანაირი მდგომარეობაში არ უნდა მოსულიყო, ყოველთვის მისთვის კარები ქონდათ ღია. არანაირი მდგომარეობაში არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერი, ანუ თქვენ გაუკეთეთ ის, რაც არასოდეს არ ყოფილა და არ ქონია მაგას სხვებისგან. აი ეს შემიძლია იკითხე და ну ვნახოთ ახლა გააცნობიერა თუ არა მან თქვენი კავშირის კი გააცნობიერა კავშირის ღირებულება კი ამ თქვათ იმაში ან განშორების შემდეგ კი და სხვათა შორის მაგას გააცნობიერა კი არა მაგას დაბრუნებაც უნდა თქვენთან ისევ დაბრუნება უნდა თქვენთან იმიტომ რომ მიხვდა რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აი ნახეთ აქ როგორ არის მიდის ეს რაინდი და კიდე აქ პეპელა არის დაფრენას თქვენ სულ ხართ მის გონებაში მის ფიქრებში თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც ნამდვილად მას ჭირდება და ნამდვილად იცის რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც შეიძლება მის გულისთვისაც ბევრ ამის გააკეთებს რა იმიტომ რომ ნუ ბევრი რაღაცები დაანახა და აქ ხან ედაჟე ვეთყოდე რომ კი აქ ხა უეჭველი იმიტომ რომ ეს ადამიანი იმდენად არის მიჯაჭვული თქვენზე რომ იცის რომ მხოლოდ თქვენთან შეუძლია მაგას იყოს აი აქ ძალიან ბევრი კიდე რაღაცები გასავლელი აქ დაჟე ვეთყოდე რა ასეც აი ახალი გაკვეთილები დაიწყო რა აი ეგეთი თემა არის აქ როცა ასეთი 2-15 არკანი შეიძლება ეს ადამიანი რას ფიქრობს იცით რომ აი რამე ხომ არ გამიკეთე რატომ მიზიდავს რატომ მაინც ჩემი აი თავისი ფეხით მოდის თქვენთან გაიგეთ შეიძლება ამას რომ არა მოურჩა არ მინდა დავამთავრე აღარ შემიძლია რა არ მინდა ამ ხალთან არაფერი და მაგრამ ისევ თავისი ფეხით მოდის ისევ თქვენთან აი იმიტომ რომ აქ ხა ნუ მნიშვნელოვანი ხარ თან თქვენ ის გემრიელი ენერგია გაქვთ მაგ ენერგიაზე ვინ არ წამოვა რა როცა თავისი დამოუკიდებელი ხარ და როცა თქვენი სამყარო ჩემია და იცით ძალიან კარგად თქვენი ფასი და რა თქმა უნდა ასეთ ენერგიაზე ყოველთვის ყველას უნდა მოსვა და არა მასზე ხო ეს ისეთი მიჯაჭვული არის რომ გეფიცებით რომ აქ 1000%-იანი ფიქრობს რომ თქვენ მაგას რაღაცა გაუკეთეთ რა მაგრამ აი ეს მე-15 არკანი ახლა ну მკითხავდნენ შეიძლება იყოს ეს თემა და ვიღაცა გეტყოდე რომ მე ჯადო ხო არ გაუკეთე არა გეუბნებით რომ აქ ჯადო კი არა აქ უბრალოდ არის სხვანაირი კარმული თემა და სხვანაირი მიჯაჭვულება ну ეს უკვე რა თქმა უნდა ახლა განიხილება პირად გაშლებში ვისაც გინდათ კი შეგიძლიათ მომართოთ ვისაც არა და აგერ ესეთ ენერგიების მიხედვით კი გითხარით რაც ხდება და რა კვალით დატოვოთ თქვენ მის ცხოვრებაში